Ქველმოქმედებას ამოფარებული ოლიგარქიის შეფასებები დღეს საკრებულოში ორი სკანდალური პროექტის განხილვისას ისმოდა. ოცნებამ გადაწყვეტილებები ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიიღო. ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფონდს მასშტაბური და სადავო მშენებლობისთვის მწვანე შუქი აუნთეს. საკრებულომ სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას ლაგუნას მიმდებარედ 2 ცათამბჯენი აშენდება. ფონდი ქართულ სავარაუდოდ ნებართვის მიღების შემდეგ ასევე გაყიდვის პროექტს, რომელიც ივანიშვილს უკავშირდება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ქარხნის ნაცვლად ქართულ 16 კორპუსის მშენებლობას გეგმავს. საკრებულომ ამისთვის GRG უკვე შეცვალა. ივანიშვილის ქართულს გეგმები და ხმაურიანის სხდომა დეტალებს ქეთი ნადიბაიძე გაგვაცნობს. ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიას აღარ აქვს რეკრეაციული ზონის სტატუსი, ასევე გაიზარდა მასშტაბი პროექტისა, რომელიც განხორციელებაც იეგმება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. ორივე ეს ხმაურიანი საკითხი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და ორივე ეს საკითხი დღეს ქართულმა ოცნებამ ოპონენტების წინააღმდეგობის მიუხედავად ფაქტობრივად ბარიერების გარეშე დაამტკიცა და გაიდანა. Ay, that's mardi. სამარცხვინოდ იქცევი. ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის დაცვას ქართული ოცნების წევრები სხდომათა დარბაზში დღეს ერთობლივი ძალებით და ტრადიციული მონდომებით ცდილობდნენ. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი მათთვის კორუფციის შესახებ ბრალდებები აღმოჩნდა. გადმოხვედი ჩემთან შეტევაზე იმის მაგივრად რომ ბოდიშს უხდიდა თბილისელებს. ერთი წამით არაკომპეტენტური კომპანია არ იყო ის? თქვენვე ერთი წამით მე არაფერზე ვლაპარაკობდი. მე გესაუბრები წერეთელზე გესაუბრებით და მესაუბრე წერეთელზე. გიორგი მოღალატეს რო წარმოადგენა გავიწყდება? მოღალატე მელატები თქვენ მოიგეთ. გიორგი დრო გაგივიდა და გვაცადე ხა ჩვენ. მოღალატე მელატები მოიგეთ თქვენ ასებმა. პარტიის საპატიო თავმჯდომარის დასაცავად ქართული ოცნების წევრები სხდომაზე წინასწარ მომზადებულები გამოცხადდნენ. ოპონენტების თანდასწრებით დათვალეს ქველმოქმედებაში დახარჯული ფული და ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე საქართველოს გამორჩეულ მეცენატადაც გამოაცხადეს. ჯერ კიდევ განხილვის დაწყებამდე და კენჭისყრამდე ცხადი გახდა, რომ ივანიშვილთან და მის ქართულთან დაკავშირებულ ორ მასშტაბურ და სადავო სამშენებლო პროექტებს მმართველი პარტია მწვანე შუქს აუნთებდა. ამათ აქვს გართულება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და ეს გართულება გექნება 2024 წელსაც, 25-ში, 26-ში და სანამ თქვენი პარტია მთლიანად არ ჩამოიშლება მანამდე. ეს არის ქვეყნის ღალატი. როდესაც ადამიანი სიკეთეს აკეთებს და ამ სიკეთეს არ დაუნახაობა ყოველ სულითვისება. ხო შეიძლება ერთ გაკეთებულ რაღაცაზე მაინც კარგს თუ არა, ცუდი მაინც არ თქვა. როგორ მადლობებს უხდა, როგორ უყვართ ვიცხა და ბილადომანიას რომ უყურებ ამ რაღაცა ფაშა როგორ მოვიდა და როგორ დამწყდა ლიდერები და როგორ რაღაცნაირად ყველა ცდილობს ახლა მას თავი მოაწონოს, ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ დამანახებს ჩემს მორალურ უპირატესობას, ჩემს ეთიკურ და პოლიტიკურ უპირატესობას თქვენ პარტიასთან მიმართებაში. მივხვდი რომ აზრი რაღაც თქმებას არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ღირებულებები გვაქვს. ძალიან განსხვავებული. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 82,000 კვადრატულ მეტრზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის მასშტაბი გაიზარდა. საკრებულო თანახმა ამ ტერიტორიაზე 16 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდეს, მათ შორის 20-30 სართულიანებიც. ტერიტორია ქართულსია, თუმცა როგორც მისგანვე ხდება ცნობილი გაყიდვას გეგმავს. ახლა უკვე საკრებულოს ნებართვებთან ერთად გაცილებით ცვირად. აქ არის ერთადერთი გეგმა, რომ უკვე გამზადებული, ნებართვა მოპოვებული, GRG დაკორექტირებული, სიმაღლე გაზრდილი, მთელი ესე ვთქვათ, გადანაფუნქციური ზონირება შეცვლილი და პროცენტული მაჩვენებლებით სახეცვლილი პროექტი ორმაგ ფასად გაიყიდოს და შემდგომ რა თქმა უნდა ეს ფული მოხმარდეს ივანიშვილს და მის რაღაცა პირად ამბიციებს. განაშენიანება ხდება გადამეტებული პარამეტრებით არსებულთან მიმართებაში, მით უმეტეს სამრეწველო ზონა იყო თავის დროზე. ეს პროექტი რომ არ უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილს მაინც დაუჭერდით. ეს ასეთ ტიპის პროექტებს და გაცილებით უფრო მეტი ზრდის, ანუ ინტენსიური ზრდის პროექტებს უკვე დავუჭირეთ მხარე. არაერთს 50-ს 100-ს განაშენიანების რეგულირების გეგმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაიგეგმოს ისე, რომ არ შეექმნას არც სატრანსპორტო პრობლემა. მოქალაქეებს ქონდეთ წვდომა რეკრეაციაზე, იყოს საპარკინგი ადგილები და ასე შემდეგ. ანუ ურბანულად იყოს გამართული. მთელი არსი დიდი არეალების დაგეგმვის ამაში მდგომარეობს.
ვინ იქნება ინვესტორი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი გაბრიელ სალოსის ქუჩის ქონებას მიყიდის განაშენიანების რეგულირების დამტკიცებულ გეგმასთან ერთად და რამდენ მილიონად უცნობია. მე ვერ გეტყვით ნამდვილად მომავალში ვინ განახორციელებს მშენებლობას. საკრებულომ დღეს სტატუსი შეუცვალა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიასაც, სადაც სპეციალისტების მიერ ურბანულ გენოციდად შეფასებული ცათამბჯენების პროექტი იგეგმება. ტერიტორიას დღეიდან რეკრეაციული ზონის სტატუსი აღარ აქვს.